გრძელდება NASA-ს მთვარის პროგრამა Artemis 2-ის ფრენა და დღე მერვე. მეც რა თქმა უნდა ვაგრძელებ ამ მისიის გარშემო არსებული სიახლეების თქვენთვის გაცნობას. სად არის ახლა ხომალდი და როგორ გრძნობენ თავს ასტრონავტები? მოდით შევავლოთ თვალი მათ მოგზაურობას. პირველ რიგში კი გაჩვენებთ იმ საოცარ ვიდეო კლიპს, რომელიც NASA-მ გაავრცელა მთვარის საოცარი ფოტოების გავრცელების შემდეგ. ეს ვიდეო უშუალოდ ორიონის გადაღებული არ არის. გადაღებულია 1 წლის წინ კოსმოსური კომპანია Firefly Aerospace-ის მიერ. მისია Blue Ghost 1, ანუ ლურჯი მოჩვენება 1-ის ფარგლებში. ეს ის მანძილია დაახლოებით, სადაც არტემისის ასტრონავტები იმყოფებოდნენ და ისინიც ამ ვიზუალს დაინახავდნენ. სანამ NASA გვაჩვენებს სულ ახალ კადრებს, მანამ ვნახოთ ეს ვიდეო და წარმოდგენა შევიქნათ თუ რა დაინახა ორიონის ოთხეულმა. ამ ვიდეოზე ასახული ვიზუალის მსგავსად, როცა ორიონ არტემის მისიის კაფსულა მთვარის გარშემო ბრუნავდა, ძირითადად რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღიბეჭდებოდა. ვიდეოში მკაფიო ჩანს კრატერები, მთების სისტემები, ეგრეთ წოდებული მთვარის ზღვები, ანუ ბნელი ლავური ველები. ზოგ კადრში ჩანს რამდენად უხეში და დაუმუშავებელია ზედაპირი, სრულიად განსხვავდება დედამიწისგან. თავად ორიონის ნაწილი, ხშირად ჩანს კაფსულის, სოლარული პანელების, ფანჯრის ჩარჩოების, ზოგჯერ კამერისა და სხვა სტრუქტურული ელემენტების გამოსახულებები. ეს გვაძლევს მასშტაბს, რამდენად ახლოს არის ხომალდი მთვარესთან, რადგან მთვარეს ატმოსფერო არ აქვს, ჩრდილები არის ძალიან მკვეთრი და ღრმა. განათება უცებ იცვლება, ან ძალიან ნათელია, ან სრულ სიბნელეშია. ღრმა კოსმოსის სიშავე. ფონად არის აბსოლუტური შავი სივრცე, თითქმის ვარსკვლავების გარეშე. ეს არის კამერის ექსპოზიციის გამო. ვინც გადაღება იცით, ამას მიხვდებით. ეს აძლიერებს კოსმოსში ყოფნის შეგრძნებას. საერთო ჯამში ხედავთ მთვარის რეალურ ახლოხეთს, დედამიწას შორიდან, კოსმოსურ ხომალდს მოქმედებაში და იმ გარემოს, სადაც ადამიანები ისევ ბრუნდებიან ნახევარი საუკუნის შემდეგ. ამ მომენტში ორიონი უკვე ბრუნდება დედამიწისკენ. ახლა მოძრაობს ეგრეთ წოდებულ free return trajectory-ზე, ანუ მთვარის გრავიტაციამ დააბრუნა უკან დედამიწისკენ. თბილისის დროით 11 აპრილს დაახლოებით დილის 4:07 დაეშვებიან წყნარ ოკეანეში, კალიფორნიის მახლობლად. ახლა კიდევ ერთ კლიპს გაჩვენებთ, სადაც მოკლედ და შეფასებული მისიის მიმდინარეობა და ასტრონავტების განწყობა. ჩვენ უკვე ფრენის რიგით მერვე დღე გვაქვს. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ეკიპაჟმა წარმატებით მოახერხა დედამიწისკენ დაბრუნების ტრაექტორიაზე გადასვლა. ჩვენი სისტემები და ჯგუფები მზად არიან დაშვებისა და სამაშველო ოპერაციისთვის. ეკიპაჟის წყალობით ჩვენ უკვე გვაქვს უნიკალური ვიზუალური მასალა, გადაღებული კოსმოსური ხომალდიდან. შეძლებს დაგვარად გიზიარებთ რამდენიმე ფოტოს. ჩვენ ვალაგებთ ჩანთებს და ვბრუნდებით სახლში. ხანდახან ვიქტორს ცეკვა უყვარს. ზოგს კი სიმღერა. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ ორიონზე. დღის 100%-ს ერთად ვატარებთ. თუმცა სახალისოა. ვერ წარმოიდგენთ ფანჯრიდან რა საოცარი სანახაობები გვაქვს. ადამიანის ტვინისთვის ხანდახან ზედმეტად შოკის მომგვრელია რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ. ეს საჩუქარია მერწმუნეთ. აპრილის ეს დღეები ისტორიული და საამაყოა ყველა ჩვენგანისთვის. 2 დღეში უკვე სახლში ვიქნებით. სიახლეების გაცნობის შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავდივარ ზოგად მეცნიერულ საკითხზე. მთვარე პლაცდარმი თუ რესურსების წყარო. საკითხის ასე დასმა გარკვეულწილად დილემას ჰგავს. თუმცა რეალურად ეს ორი ცნება ერთმანეთისგან განუყოფელია. მთვარე ვერ გახდება ეფექტური პლაცდარმი, თუ მას რესურსების წყაროდ არ გამოვიყენებთ. თუმცა ყველა შემთხვევაში მთვარის პლაცდარმად გამოყენება არამხოლოდ შესაძლებელი, არამედ ლოგიკური და ეკონომიკურად აუცილებელი ნაბიჯია მარსის ათვისებისათვის. ამას განაპირობებს ელემენტარული ფიზიკის კანონები და კოსმოსური ლოგისტიკის სირთულეები. მოდი, დეტალურად განვიხილოთ ორივე ასპექტი და დავინახოთ მათი ურთიერთკავშირი. მთვარე როგორც რესურსების წყარო, ინსტიტუციური ბაზა. მთვარეზე არსებული რესურსები არ არის მხოლოდ ძვირფასი ქვები, რომელთა დედამიწაზე ჩამოტანა გვინდა. ეს არის მასალა, რომელიც კოსმოსშივე უნდა მოვიხმაროთ. წყლის ყინული, იგივე თეთრი ოქრო. სამხრეთ პოლუსის კრატერებში არსებული ყინული არის გასაღები ყველაფრისთვის. ელექტროლიზის საშუალებით წყლის დაშლა გვაძლევს თხევად წყალბადს, საწვავად და თხევად ჟანგბადს მჟანგავად. რეგოლითი, ანუ მთვარის ნიადაგი, ის მდიდარია სილიციუმით, რკინითა და ალუმინით.
3D ბეჭდის ტექნოლოგიით რეგულითისგან შესაძლებელია საცხოვრებელი მოდულების, გზებისა და სადესანტო მოედნების აშენება. ეს გამორიცხავს დედამიწიდან მძიმე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების საჭიროებას. ჰელიუმ-3, როგორც უკვე ვახსენე, ეს არის მომავლის ენერგეტიკის საფუძველი, რომელიც მთვარეს ეკონომიკურად მომგებიან ობიექტად აქცევს გრძელვადიან პერსპექტივაში. მთვარე როგორც პლაცდარმი, ეგრეთ წოდებული staging base. კოსმოსური ფრენების ყველაზე რთული და ძვირადღირებული ნაწილი დედამიწის მიზიდულობის დაძლებაა. მთვარე ამ მხრივ იდეალური პლაცდარმია რამდენიმე მიზეზის გამო. დაბალი გრავიტაცია. მთვარის მიზიდულობის ძალა დედამიწისაზე 6-ჯერ ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ მთვარის ზედაპირიდან რაკეტის გასაშვებად საჭიროა გაცილებით ნაკლები ენერგია და საწვავი. ატმოსფეროს არ ქონა. დედამიწიდან გაშვებისას რაკეტა ებრძვის ჰაერის წინააღმდეგობას. მთვარეზე ეს ბარიერი არ არსებობს, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ელექტრომაგნიტური კატაპულტები, ტვირთების ორბიტაზე გასატანად. Gateway და ორბიტალური შეკრება. ორიონის ხომალდი და Lunar Gateway სადგურის საშუალებას მოგცემს მარსისგან მიმავალი გიგანტური ხომალდები ნაწილ-ნაწილ ავაწყოთ მთვარის ორბიტაზე. იქ შევავსოთ საწვავით და მხოლოდ ამის შემდეგ გავუშვათ შორეულ კოსმოსში, მათ შორის მარსზე. ტექნოლოგიური და ფსიქოლოგიური მომზადება. მარსის მისია დაახლოებით 2-3 წელი გაგრძელდება. მთვარეზე ცხოვრება არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, თუ როგორ გაძლებს ადამიანი და ტექნიკა იზოლაციაში. რადიაციული დაცვა. მთვარეზე ჩვენ გამოვცდით მასალებს, რომლებიც ასტრონავტებს კოსმოსური დასხივებისგან დაიცავს. დაბალი გრავიტაციის გავლენა. მთვარის 1/6 გრავიტაცია დაგვეხმარება შევისწავლოთ, როგორ რეაგირებს ადამიანის ორგანიზმი ხანგრძლივ უწონადობაზე, სანამ მარსის 1/3 გრავიტაციას შევეჩეხებით. მთავარი გამოწვევები. პოტენციალის მიუხედავად მთვარის პლაცდარმად ქცევას ხელს უშლის. აბრაზიული მტვერი, მთვარის მტვერი, რეგოლითი, არის ბასრი და ელექტრომაგნიტურად დამუხტული. ის აზიანებს ტექნიკას და ასტრონავტების ფილტვებს. ღამის ციკლი. მთვარის ღამე 14 დედამიწის დღე გრძელდება, რაც მზის ენერგიაზე მომუშავე ბაზებისათვის დიდი გამოწვევაა. გამოსავალი ბირთვული ენერგიაა. შეჯამება. მთვარი არის კოსმოსური აეროპორტი, სადაც ჩვენი ცივილიზაცია ისწავლის ფრენას, სანამ ღია ოკეანეში, მარსისკენ გავა. მის გარეშე მარსზე მოხვედრა მხოლოდ ერთჯერადი გმირობა იქნება. მთვარის გამოყენებით კი ეს იქნება სისტემური კოლონიზაცია. საერთო ჯამში, მოკლევადიან პერიოდში მთვარი არის სამეცნიერო პლაცდარმი, სადაც სწავლობთ გადარჩენას. საშუალო პერიოდში კი ის ხდება რესურსების წყარო, სადაც ვიწყებთ საწვავის, ჰაერისა და წყლის, ასევე ენერგიის წარმოებას. რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდს, მთვარი არის ეკონომიკური და ლოგისტიკური ჰაბი, რომლის გარეშეც კაცობრიობა დედამიწის ორბიტას მასშტაბურად ვერასოდეს გასცდება. ვერ წავდათ მარსზე და მის მიღმა. ელემენტარულად სულ რომ ცუდი და აპოკალიფტური სცენარი წარმოვიდგინოთ, აი დავკითხეთ. მთვარეზე ბაზა გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს დედამიწაზე არსებული საფრთხეებისგან, მაგალითად კლიმატური ცვლილებების, ატომური ომისა და ასტეროიდებისგან თავის დასაცავად, სხვა ციურ სხეულზე ავტონომიური ბაზის არსებობას. ეს ჩვენი სახეობის მერგვარი გადარჩენის გარანტიაცაა. ამიტომაც, ჩემი აზრით, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ იდეებს აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი, როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად. მეტი რესურსი ჩავდოთ მეცნიერულ განვითარებაში და არა სამხედრო წინსვლაში, რითაც მხოლოდ თვითგანადგურებისგან დგამთ ახალ ნაბიჯებს. თუმცა, მე და ჩემ ნაირებს აბა ვინუსმენს. პატარა კაცის კომპლექსის სინდრომით ჩაპყრობითა ხელშია დღეს მსოფლიო პოლიტიკა, რის შედეგებსაც კი ვხედავთ სამწუხაროდ. თუმცა მეცნიერება მაინც ცდილობს კაცობრიობის პროგრესს და მადლობა მათ ამისთვის. რომ არა მეცნიერება დღევანდელი თანამედროვე ტექნოლოგიები და სამყაროც არ გვექნებოდა. ასე რომ დავაფასოთ ეს შრომა. აქ დავასრულებ ამ თემაზე საუბარს. შენი მოსაზრებები გამოხატე კომენტარების ველში. მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი.